მოგესალმებით. ამ ვიდეოში მინდა გასწავლოთ, თუ როგორ შეიძლება მოვაგვაროთ Messenger-ზე არსებული პრობლემა. როცა გირეკავენ, ეკრანი შავდება, ან თეთრდება და ასე შემდეგ. ეს ვიდეო გადაღებული მაქვს, მაგრამ ძალიან ბევრმა ვერ გაიგო რატომღაც, თუ როგორ შეიძლება გაესწორებინა ეს პრობლემა. უმეტესი მწერდა, რომ Facebook-ის ენა შევცვალე და მაინც იგივე პრობლემა მაქვს, ანუ რეალურად Facebook-ის ენა არ უნდა შეცვალოთ. თქვენ უნდა შეცვალოთ თქვენი ტელეფონის ენა, ანუ თქვენ თუ გაქვთ ტელეფონი ქართულ ენაზე, უნდა გადაიყვანოთ სხვა ნებისმიერ ენაზე, ანუ ეს დაახლოებით 1 კვირის განმავლობაში იქნება მსგავსი პრობლემა, თუ განახლება არ მოგსვლიათ. ანუ ნახეთ, შევდივარ პარამეტრებში, Samsung-ის შემთხვევაში, თქვენ თუ სხვა ტელეფონი გაქვთ, Redmi, Xiaomi თუ Poco თუ რას არის, შეგიძლიათ იქ შეცვალოთ ენები. ანუ Samsung-ის შემთხვევაში შედიხართ პარამეტრებში, შემდეგ ზოგადი მართვა, შემდეგ ენები და უნდა გადაიყვანოთ ინგლისურ ენაზე. ანუ თუ აქ ინგლისური არ არის, დააჭერთ ენის დამატებას, მოძებნით English, აი ესე და შემდეგ United States. აირჩევთ United States და დაამატებთ. ამ შემთხვევაში მე არჩეული მაქვს უკვე და მოდი ავირჩევ გადავიყვან ინგლისურ ენაზე. ანუ ამ შემთხვევაში უკვე Messenger-ი უკვე გასწორებულია, ჩათვალეთ, ანუ ენას როგორც კი შეცვლით, მსგავსი პრობლემა აღარ გექნებათ, მაგრამ თუ თქვენ გინდათ რომ ქართულ ენაზე გქონდეთ ტელეფონი და იგივე ხარვეზი არ განმეორდეს Messenger-ში, უნდა შეამოწმოთ განახლებები, ანუ აი აქ software update. მოდი თავიდან გადავიყვან ისევ ქართულზე, რადგან გაჩვენოთ აი ესე ისევ ქართულზე დავაბრუნე მენიუ. და უკან დავბრუნდეთ, რადგან შევამოწმოთ განახლება. ანუ განახლება ამ შემთხვევაში ხა ამ ტელეფონზე მომივიდა, ეს არის A32. აქ პარამეტრებში გადახვათ პროგრამის განახლებას აირჩევთ და შემდეგ აირჩევთ აი აქ ჩამოტვირთა და დაინსტალირება. აი აქ რომ დააჭერთ უკვე, უნდა გქონდეთ განახლება მოსული. როგორც კი გადმოიწერება განახლება, შემდეგ დააჭერთ დაინსტალირებას, გადაიტვირთება თქვენი ტელეფონი და თავიდან რომ ჩაირთვება მსგავსი ხარვეზი აღარ გექნებათ. ანუ მე უკვე მომივიდა განახლება, გავაკეთე განახლება და ეს ხარვეზი აღარ მოქვს, მაგრამ თუ განახლება არ მოქვს სულიად ტელეფონზე, ამ შემთხვევაში ტელეფონის ენა უნდა შეცვალოთ ქართულიდან ინგლისურზე. ეს არის უკვე პირდაპირ გადაჭრით ამ პრობლემას და არანაირი ხარვეზი აღარ განმეორდება Messenger-ში. სულ ეს იყო მეგობრებო, ვიდეო ამით დასრულებულია. ეს ვიდეო გადაღებული მაქვს, მაგრამ იმ ხალხისთვის გადავიღე, ვინც ვერ გაიგო კიდევ და უფრო დეტალურად მინდოდა რომ გადამიღო ეს ვიდეო და ეს შინაარსი. აბა კარგად, ვიდეო ამით დასრულებულია. გამოიწერეთ არხი და გააქტიურეთ ზარისხილაკი, რადგან არ გამოგრჩეთ ახალი და საინტერესო ვიდეო გაკვეთილები.